და ჩვენ ახლა საუბარს განვაგრძობთ ეკა სეფაშვილთან, ხალხის ზალის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. პირდაპირ ეთერში შემოგვერთება. ქალბატონო ეკა, მოგესალმებით. დიდი მადლობა ჩართვისთვის. მიმდინარე კვირის მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა საქართველოს გადაწყვეტილება დაეტოვებინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. როგორც ამ გადაწყვეტილებამდე გამართული შეხვედრების უშუალო მონაწილე, როგორ ხედავთ თქვენ ევროსაბჭოს სხვა სტრუქტურებთან ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ახლა და თავად საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის განახლება როდიდან წარმოგიდგენიათ? ნათია, მოგესალმები, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. დიახ, ძალიან არასამართლიანი და არადემოკრატიული გადაწყვეტილება გამოიტანა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოს უნდა შეესრულებინა ისეთი დათქმები, რაც არის ჩვენთვის წითელი ხაზები. კერძოდ უნდა ჩატარებულიყო ახალი საპარლამენტო არჩევნები აპრილამდე და ასევე უნდა გაგვენთავისუფლებინა პოლიტპატიმრები. ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნავ, რომ სხვათა შორის თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი არჩევნები არ გაყალბებულა საქართველოში და ეს უბრალოდ იყო საქართველოს წინააღმდეგ გამოგონებული კიდევ ახალი ზეწოლის ბერკეტი, რომ რამენაირად აიძულონ ხალხი, რომ ისევ ნაც მოძრაობას და მათ სატელიტებს მისცემს ხმა, ამ ძალებს, ანუ იმ გარე ძალებს, რომელსაც საქართველოში ესეთი ტიპის არეულობა და ახალი არჩევნები უნდათ, რომ მანამ ჩავატაროთ საქართველოში არჩევნები, სანამ ნაცები და მათი სატელიტები არ გაიმარჯვებენ, რაც არის, რა თქმა უნდა, აბსურდი. სხვათა შორის შვაბე, რომელიც გახლავთ საპარლამენტო ასამბლეაში სოციალისტების ჯგუფის ლიდერი, თავის გამოსვლაში, როდესაც გაიმართა დებატები სწორედ აი ამ საკითხთან დაკავშირებით, პირდაპირ თქვა და აღიარა. ვიცით, რომ რა თქმა უნდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულაო, მაგრამ გარშემო იყო ცუდი სიტუაციაო. ანუ გარშემოში ცუდი სიტუაციაში გულისხმობდა იმას, როდესაც ჩვენი პარტიის აქტივი ცდილობდა ჩვენი მომხრების მობილიზებას, რაც გაწერილი არის ჩვეულებრივად NDI-ის, AIRA-ის და ნებისმიერ სახელმძღვანელოში, რომელიც განკუთვნილია პოლიტიკური პარტიებისათვის, როგორ უნდა იმუშაონ ამომრჩევლებთან და ასე შემდეგ. ანუ ის, რაც ჩვეულებრივი ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსათვის და პოლიტიკური პარტიებისათვის არის მუშაობის ჩვეულებრივი რეჟიმი, შვაბესათვის იყო რაღაცა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც თურმე არ შეიძლება, რომ საქართველოში არსებობს. ამიტომ აქ დასკვნა ერთია. ძალიან კარგად იციან, რომ არც პოლიტპატიმრები არსებობს საქართველოში, არც არჩევნები არ გაყალბებულა, ეს არის უბრალოდ მოიგონეს რაღაცა ახალი ბერკეტი, რაღაცა ახალი ორგანიზაცია იმისათვის, რომ საქართველოზე ისევ განაგრძონ ის გაუგონარი საერთაშორისო ზეწოლა, რაც ბოლო 3 წელიწადია საქართველოზე ხორციელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი და პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლება ამის საშუალებას მას არ მივცემ, ჩვენ ხალხმა სწორედ იმიტომ ჭირა მხარი, რომ ჩვენ არ დაუშვით ჩვენ ქვეყანაში მშვიდობის ხელყოფა და შევინარჩუნეთ სტაბილურობა და უსაფრთხოება. სწორედ ამის გამო მოგცა ხალხმა ხმა. კი ბატონო, აი თქვენც ახსენეთ, ხო, რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილსაც უპასუხებ. განახლების პერსპექტივა ევროსაბჭოსთან საქართველოს თანამშრომლობა ჩვენ ვრჩებით, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოს წევრები, რომლის წევრი ჩვენ გავხდით 1999 წლის 30 იანვარს და აქ არის უამრავი სხვადასხვა ორგანიზაცია, რომლის მუშაობაში საქართველო აქტიურად მონაწილეობს. ასე უბრალოდ ანუ საპარლამენტო ასამბლეა არის მისი მხოლოდ ერთ-ერთი ორგანო, რომელშიც მონაწილეობაზეც ჩვენ განვაცხადეთ უარი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ორგანო არ ემყარება სამართლიან პრინციპებს. იგივე, როდესაც ჩვენ დელეგაცია ჩასული იყო სტრასბურგში, ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გქონდა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე გაერთიანებული ჯგუფებში, კომიტეტებზე და ასე შემდეგ და ჩვენგან ძალიან კარგად მიიღეს ის ინფორმაცია, რაც საქართველოში არსებობდა და ის იმ ნარატივების გასაბათილებლად ჩვენ ძალიან ბევრი არგუმენტი, ფაქტი, სტატისტიკა გქონდა, რაც ოპოზიციამ ჩაიტანა და რითაც გამოირჩეოდა მათი, ასე ვთქვათ, ცრუ ნარატივები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათ უბრალოდ განა არ დაიჯერეს ეს ინფორმაცია, უბრალოდ არ უნდათ ამ ინფორმაციის მიღება და ეს ორგანიზაცია გამოიყენეს კიდევ ერთხელ აი ამ ზეწოლის განსახორციელებლად. ეხლა რაც შეეხება იმას, რა არის დამოკიდებული საქართველოზე იმისთვის, რომ განაახლოს მუშაობა საპარლამენტო ასამბლეაში? მე ვფიქრობ, აქ საპარლამენტო
საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი მუშაობის განახლებაზე, ანუ ჩვენი მხრიდან გადასარგმელი ნაბიჯები არაფერი არ არის, ის დათქმები, რაც არის, ასე ვთქვათ, გაწერილი ამ რეზოლუციაში არის აბსურდული და მე ვიტყოდი არა მარტო აბსურდული, არამედ არაკომპეტენტური. ამით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პირველ რიგში აი ამ ორგანიზაციას მიაყენა ჩრდილი და მიაყენა ჩრდილი ამ სხვადასხვა პოლიტიკოსების აი ამ აგრესიულმა და არაკეთილსინდისიერმა მოქმედება თვითონ აი ამ პასეს ხელმძღვანელობასაც ჩრდილი მიაყენა, იმიტომ რომ მათი აი ამ აგრესიული რიტორიკის და მათი აი ამ დაუფარავი სიძულვილის გამო, საქართველოს გამო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი ეს ხელმძღვანელობა. იმიტომ რომ ფაქტობრივად გამოიტანეს ისეთი რეზოლუცია, რომელიც არ ემყარება არავითარ მტკიცებულებას და არ ემყარება არავითარ ფაქტებს. მე ვფიქრობ, აი აქ ცოტა არ იყოს ჩიხური სიტუაცია და ალბათ თვითონ საპარლამენტო ასამბლეა უნდა შეეცადოს აქ რაიმე გამოსავლის მოძებნას, იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან აი მწითელი ხაზების განმტკიცება თავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებას, როდესაც ქართულმა დელეგაციამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ჩვენ ნახეთ მისი შეფასება, რომ ეს არის სამწუხარო ნაბიჯი და სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი ეთერის დაწყებამდე ქართულ მედია საშუალებებში ონლაინ მედიაში გავრცელდა პასეს პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოსის კომენტარი, რომ საქართველოს დელეგაციისთვის ასამბლეაში მონაწილეობა უკვე სავალდებულოა და არა ნებაყოფლობითი, რა კი უკვე დელეგაციის წევრების მანდატები რატიფიცირებულიაო და აქვე იყო გავრცელებული ინფორმაცია მასზე დაყრდნობით, რომ კომიტეტმა, ასამბლეის საპრეზიდენტო კომიტეტმა განიხილა ეს საქმე, მომდევნო კვირების განმავლობაშიც განიხილავს და უკვე აპრილის სესიაზე შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილებაო რეაგირება, ოღონდ არ დაუკონკრეტებია რუსოპულოს რა რეაგირებას გულისხმობდა და ისიც აქვს აღნიშნული ამ ინტერვიუში, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დელეგაციის მანდატები რატიფიცირებულია, თუმცა დელეგაცია უარს ამბობს ასამბლეაში მუშაობაზეო. აი რა შეგიძლიათ თქვათ ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით, ამ განცხადებასთან დაკავშირებით? მეც ნახე ეს განცხადება, რუსოპულოს ეს განცხადება და იქვე ამ განცხადებაში მანვე აღნიშნა, რომ მას აქვს რაღაცა გარკვეული გეგმა, რომლის გამჟღავნებასაც ჯერჯერობით არაპირებს, ალბათ ეს უნდა განეხილოს ჯერ წევრებთან ერთად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმით ისინი შეეცდებიან რაღაცა გამოსავალი მოძებნონ, იმიტომ რომ თავისი თავი ჩაიგდეს პირველ რიგში ძალიან უხერხულ მდგომარეობაში და ფაქტობრივად აი ამ ორგანიზაციამ განიცადა ძალიან დიდი მარცხი მასთან დაკავშირებით, რომ შარშან აზერბაიჯანის დელეგაცია შეუწყუტეს უფლებამოსილება, ეხლა საქართველოს საკითხი დადგა ესე დღის წესრიგში, ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ კავკასიის რეგიონში საპარლამენტო ასამბლეა ზედიზედ კარგავს ქვეყნებს. ეს რა თქმა უნდა მათი პოლიტიკის ძალიან დიდი მარცხი არის და მე ვიტყოდი, მათ აუცილებლად უნდა გადასინჯონ ის მუშაობის ის სტილი და ის საშუალებები, რითაც ისინი მუშაობენ, იმიტომ რომ მე ახლა საზოგადოებას შევახსენებ ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს, სანამ ჩვენ გამემგზავრებოდით, ანუ ჩვენი დელეგაცია გამემგზავრებოდა სტრასბურგში, მანამდე ჩამოსული იყო პასეს მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც შეაფასა საქართველოში ვითარება, რის საფუძველზეც მომზადა ანგარიში. აი ამ მონიტორინგის ჯგუფს მეც შევხვდი ქალბატონ თეაწულუკიანთან ერთად და ჩვენი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად და აღნიშნული ჯგუფი შეხვდა აგრეთვე შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და ასევე სხვადასხვა უწყებებს, რა თქმა უნდა ოპოზიციას და რა თქმა უნდა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, მაგრამ ანგარიში აისახა მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების და რადიკალური ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ჩვენი მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის ასახვა არანაირად არ მოხდა და ეს პირველ რიგში მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ აი ამ ორგანიზაციის ის ჩინოვნიკები, რომლებიც აი ამ საქმეში იყვნენ ჩართული, არ მუშაობდნენ სწორად, იგივე არ მუშაობდნენ კეთილსინდისიერად ის მომხსენებლები, რომლებიც აი ამ შეხვედრებს წარმართავდნენ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ ორგანიზაცია მოამზადოს ისი ანგარიში, რომ ყველა მხარის პოზიცია და ყველა მხარის ასე ვთქვათ მიდგომა და მათი არგუმენტები არ იყოს გათვალისწინებული. აი ეს და სხვათა შორის მე კიდევ ერთ მომენტს აღნიშნე, როდესაც ჩვენ შევეცადეთ აი ამ ანგარიშის შერბილებას და შევიტანეთ ცვლილებები მასში, ნუ თავისთავად ცხადია, რომ არავინ არ დაუჭირა მხარი ამ ცვლილებებს. სიტუაცია ესეთი იყო, მე ვესწრებოდი ამ კომიტეტს, იმიტომ რომ მე მისი წევრი ვარ. დამსწრე საზოგადოება ძირითადად უყურებდა მის თავმჯდომარეს, რომელიც ლატვიელი ქალბატონი იყო და როგორც ლატვიელი ქალბატონი ჩათვლიდა საჭიროდ, ანუ დაეჭირათ მხარი თუ არ დაეჭირათ, ანუ დამსწრე საზოგადოება მის ნიშანს ელოდებოდა და
სწორედ იმას აძლევდა ხმა, რაც ამ ქალბატონისთვის იყო მისაღები. და აქ კიდევ მინდა აღნიშნო, რომ აქ ერთ-ერთი ჩვენი შესწორება ეხებოდა იმას, რომ საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და აგრეთვე იმ ჩვენს სასამართლო პროცესებს, რომელიც ჩვენ მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სხვადასხვა სასამართლოებში. და აი ამ შესწორებასაც, რომელიც იყო უბრალოდ ფაქტის კონსტატირება და რომელიც საქართველოსათვის და არა მარტო საქართველოსათვის, ჩვენ თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე სხვადასხვა კონფლიქტებს და მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მთელი ამ საზოგადოებისათვის, აი ამასაც კი არ დაუჭირეს მხარი და რაზე არის ხა საუბარი, ხა კიდე მათი ასეთი არაკომპეტენტურობა თვალნათლივ გამოჩნდა და ასეთი და ამასთანავე ძალიან დიდი სურვილი, რომ საქართველოსათვის რაიმე დიდი ზიანი მიეყენებინა და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დიდი პრესტიჟული ორგანიზაცია აბსოლუტურად დაეყრდნო რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებს და გაითვალისწინა და მე ხარ შესაძლოა ქონა უარო საუბრები ომხრივად თუ ცალ-ცალკე ასე ვთქვათ ჯგუფებში მათი აზრით, ჩვენი მომხრეების აზრით, ეს კომპრომისული ვარიანტი იყო ძალიან დიდი წინადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ოპოზიცია ითხოვდა, რომ საერთოდ შეეწყვიტათ საქართველოსათვის, საქართველოს დელეგაციისათვის უფლებამოსილება. ეს რა თქმა უნდა, მათ არ გამოუვიდათ, ამის წინააღმდეგ წავიდა ყველა, თუმცა ეს დათქმები, რომელიც ჩაიწერა, ასევე ძალიან არაკომპეტენტური იყო, მით უმეტეს კიდევ დავძენი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სანამ ამ დათქმებს ჩაწერდნენ, ჩვენ არაერთგზის მე ქალბატონმა თეატრულოკიანმა ბატონმა გივი მიქანაძემ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ ეს არის წითელი ხაზები და ამას ჩვენ არასოდეს არც ერთ ვითარებაში არ გავაკეთებთ და აი ამისა მიუხედავად მაინც ჩაწერეს. აი ამ დათქმებს ერთ ნაწილზე გარდა ამისა დიახ, მე დამსწრე საზოგადოებას დიახ, ასევე შევახსენე, რომ ასეთი პატარ-პატარა გადაცდომები, როგორც არის არჩევნების პროცესში რაღაცა პატარა დარღვევები, რომელიც საერთო საბოლოო შედეგზე არ ახდენს გავლენას, იგივე ადამიანის უფლებების დარღვევები, ცალკეული შემთხვევები და იქ ძირითადად იყო ვითომ და მშვიდობიანი მიტინგის დარბევის თემა ხდება ყველა ქვეყანაში და მე ეს შევახსენე იქ დამსწრე საზოგადოებას, შევახსენე გერმანიის და საფრანგეთის მაგალითი და შევეკითხე თუ რატომ არ ხდებოდა მათზე რეაგირება და რატო იყო მარტო საქართველოს ასეთი მწვავე რეაგირების საგანი. აი ესეთი ორმხრივი მიდგომები და ასეთი ორმაგი სტანდარტები, რა თქმა უნდა, არ ეკადრება ასეთ. სწორედ აი ადამიანის უფლებების ნაწილში აი ამ დათქმაზე მინდოდა დამეკონკრეტებინა, რომ ხაზგასმული იყო იქ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიების აუცილებლობა. აი რა ბერკეტი აქვს ევროსაბჭოს ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევა მოსთხოვა საქართველოს როგორც ამ ორგანიზაციის წევრს, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციის ძირითადი დანიშნულება და წესდების საფუძველი სწორედ ადამიანის უფლებებია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნები არ ატარებს, ასე ვთქვათ, იურიდიულად სავალდებულო ხასიათს. ეს არის უბრალოდ რეკომენდაცია და უბრალოდ მოწოდება. და ასე ვთქვათ, მოწოდება იმისა, რომ ყველა ეს შემთხვევა იყოს გამოძიებული, მე შევადარებდი ამას ღია კარის ძალით გაღების ცდილობას, იმიტომ რომ ჩვენ ისედაც არაერთგზის განვაცხადეთ, რომ ყველა ეს შემთხვევა არის გამოძიების პროცესში, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც თვითონ სტრასბურგში, სხვადასხვა ფორმატებში, ასევე იმ მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც აი ამ ვიზიტამდე იყო ჩამოსული საქართველოში. ასე რომ და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ სხვა ქვეყნებშიც ხდება ესეთი რაღაცები, მაშინ იმ ქვეყნებთან დაკავშირებითაც უნდა ქონოდათ ასე მწვავე რეაგირება. მარტო საქართველოს მიმართ რომ ქონდათ. ნუ თავისთავად ცხადია, რომ ეს იყო დიდი დაკვეთა გლობალური ომის პარტიისაგან, ეგრეთ წოდებული Deep State-ისაგან და ისევ მიმართულია იქითკენ, რომ შეცვალონ საქართველოში ხელისუფლება ნებისმიერი მეთოდით, არჩევნები იქნება თუ ძალისმიერი მეთოდით, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი მარიონეტი მთავრობა, რომელიც მათ დაკვეთას და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ომში ჩართვის თემას შეასრულებს. იმიტომ რომ ეს საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას და ეს დღის წესრიგში იქნება მანამდე, სანამ გრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი. აი ეს ზეწოლა საქართველოზე ჯერ კიდევ არსებობს.